20 წელია დაკავებული ვარ ტრენინგების ჩატარებით და ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველა აუდიტორიაში იჩენს თავს და დიდ ინტერესს იწვევს და ერთნაირად აქტუალურია Gen Z თაობისთვის, მილენიალებისთვის და უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის, არის ფინანსური თავისუფლების მიღწევის საკითხი და თავში მიტრიალებდა ეს თემა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეგობრები კომპანიიდან Index Wealth Management დაგვიკავშირდნენ და მოკლედ სურვილი გამოთქვეს, რომ ინვესტიციებზე, ფინანსურ თავისუფლებაზე ერთად მოგვემზადებინა გადაცემების სერია YouTube-ზე, ჩვენ YouTube არხზე და მოკლედ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, კარგად დავამუშავეთ თემა და ვიწყებთ ფაქტიურად ამ საქმის, კარგი საქმის ჩემი აზრით გაკეთებას. Index Wealth Management-ის საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება და მათ საინვესტიციო მრჩეველებს შეუძლიათ გაგიზიარონ გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში კონკრეტულად უძრავ ქონებაში ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთ გზად გადაიქცეს. როდესაც ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, მოკლედ საინვესტიციო პორტფელის საკითხს ცალსახად ვერ ავწდებით და შეიძლება ვთქვათ, რომ ცენტრალური საკითხია ინვესტიციები საფონდო ბირჟაზე და სხვა აი ამ ტიპის ინვესტიციები, როგორც არის ფასიანი ქაღალდები, აქციები და ასე შემდეგ და ამ ვიდეოში ამაზე მინდა რომ ვისაუბრო. ეხლა ცხადია, რომ დანაზოგის შექმნა, ანუ ის რესურსი, რომ შეიქმნას, რომლითაც ჩვენ უნდა საინვესტიციო პორტფელი ვიქონიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება იყოს თქვენი ინვესტიცია უძრავ ქონებაში, რომელსაც მე დავუშვათ გაყიდით სარფიანად და რაღაცა საინვესტიციო პორტფელს შექმნით, ეს შეიძლება იყოს ოჯახის შემოსავალი, ეს შეიძლება იყოს ბიზნესის შემოსავალი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ესეთი მითი, რომ ჯერ ბევრი ფული უნდა გქონდეს, რომ ინვესტიციებზე ვიფიქროთ რა. ჯერ ერთი ბევრი ფული რო გქონდეს, მაგისთვის უნდა დავიწყოთ ინვესტიციებზე ფიქრი, მალევე და მეორე, სანამ ვისწავლეთ ძალიან ბევრ შეცდომას დავუშვებთ. არავინ არ არის, ვინც ზე ან რა ვიცი ბიტკოინზე და ყველაფერზე ძალიან თავისუფლად თავიდანვე წარმატებას აღწევს, განათლება ცოდნა ჭირდება ყველაფერს, რაც არ უნდა ზღაპრებს გიყვებოდნენ თქვენი ნაცნობები, მოკლედ ამას ჭირდება შრომა, სწავლა და მიზანმიმართული პრაქტიკა და ამიტომ ცოტა ფულით თუ დაიწყებთ, ეს იქნება თქვენი გაკვეთილები, ასე ვთქვათ, იმ დროისთვის, როდესაც მეტი საინვესტიციო რესურსი გექნებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დაიწყოთ, არ არის საჭირო დიდი კაპიტალი იმისთვის, რომ თქვენ იფიქროთ საინვესტიციო პორტფელზე, ხო? ეხლა ფუნდამენტურად ამ შესავალში უნდა ვთქვათ, რომ ორი მიმართულებაზე შეიძლება ვიფიქროთ. ერთი არის, რომ მაქვს უკვე შედარებით დიდი პორტფელი, რა ვიცი, ბინა გავყიდე ან ოჯახის რაღაც ქონება გავყიდე, ან რაღაც არსებული ბიზნესიდან არის საკმაოდ კარგი შემოსავალი და ასეთ შემთხვევაში მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ ეს ჩვენი დიდი პორტფელი, რავი, 100,000 ლარი და ამაზე მეტი ჩავაბაროთ კომპეტენტურ საინვესტიციო მრჩეველებს, რა და რა ვიცი, შეიძლება უცხოურ კომპანიებზე ვილაპარაკოთ, შეიძლება ქართულ კომპანიებზე, ბანკებზე ვილაპარაკოთ, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, რა ვიცი, Galten Tagarti შეგვიძლია, TBC კაპიტალი დავასახელოთ და სხვა კომპანიები, რომლებიც არიან სანდო, საიმედო და გთავაზობენ ამ მომსახურებას, რომ აიღებენ ამ თქვენ პორტფელს და რაღაცა საფასურის სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, შეგიქმნიან სტაბილურ პაკეტს, რომელიც მოიტანს მომგებიანობას. თუმცა, აი ვისაც რა არ უნდა ჩავაბაროთ, მოკლედ თქვენი ცოდნა და თქვენი გააზრებული, გაშინა არსებული გადაწყვეტილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ამიტომ მეორე ალტერნატივა არის, რომ ჩვენი ძალებით მართოთ საინვესტიციო პორტფელი. მე ამ ალტერნატივას არ გამოვრიცხავდი არც ერთ შემთხვევაში. ანუ მე შეიძლება, რავი, ოჯახიდან გამომდინარე მქონდეს $1,000,000 პორტფელი და ავიღებდი ამ $1,000,000 პორტფელიდან რაღაცა მცირე ნაწილს და გამოვიყენებდი, რომ მე მესწავლა და მომესინჯა სხვადასხვა ინსტრუმენტი და ასე შემდეგ და დიდ ნაწილს ჩავაბარებდი
კომპეტენტურ საინვესტიციო დაწესებულებას, ხო? ეს მე საშუალებას მომცემდა, რომ მათთვის კარგი დამკვეთი ვიყო, რაღაცები შევთავაზო, სწორი შეკითხვები დავსვა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ორი ალტერნატივა არ გამორიცხავს ერთმანეთს, ახლა თუ ძალიან მცირე პორტფელი გაქვთ და თუ აპირებთ, რომ 1000 ლარით და 10000 ლარით რაღაცა ინვესტიციები გააკეთოთ, ფაქტიურად ალტერნატივა გაქვთ, რომ თქვენ თვითონ რაღაცა ელექტრონული პლატფორმით უნდა ისარგებლოთ, რომელსაც თავაზობენ ეს კომპანიები და თქვენ თვითონ მართოთ საინვესტიციო პორტფელი. ეხლა, როდესაც კონკრეტულ ინსტრუმენტარზე ლაპარაკობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა ინვესტირების პრინციპები გვჭირდება, რა როგორც ყველაფერში, რავი, ჯანსაღყვებაშიც გვჭირდება პრინციპები და ინვესტირებასაც ჭირდება თავისი წესები, ხო? უნდა გვესმოდეს, რომ აქტივებს აქვს შემოსავლიანობა. ანუ პირობითად წელიწადში რამდენ პროცენტს დააბრუნებს იმ თანხაზე, რასაც იქ ჩავდებთ, ანუ ჩადებულ 100 ლარზე აქტივი თუ აბრუნებს დაუშვათ 10 ლარს წელიწადში, ეს არის 10%-იანი შემოსავლიანობა აქტივის. ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ რისკიანობა, იმიტომ რომ აქტივებს აკავშირებს, ახასიათებს რისკიანობა, შეიძლება საერთოდ დაიკარგოს, ან გაუფასურდეს ეს თქვენი აქტივი და ის შემოსავლიანობა ფაქტიურად განულდეს, ან მინუსებში წავიდეს. ხო, ამიტომ მარტო შემოსავლიანობით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება კომპეტენტურად. ასევე, რასაც არ ითვალისწინებენ ადამიანები, არის რამდენი დრო და ცოდნა ჭირდება კონკრეტული აქტივის ეფექტურად მართვას, ხო? რაც უფრო კომპლექსური არის პროდუქტი, იგივე ფასიანი ქაღალდი, რა ვიცი, ოპციონები და ასე შემდეგ, რომ განვიხილოთ, მით უფრო მეტი გააზრება ჭირდება თქვენი მხრიდან, ანუ მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ და ეს დროის დანახარჯი ისევ აკლდება იმ თქვენ ყულაბას, ასე ვთქვათ, რომელიც ან თქვენი პირადი ცხოვრებისთვის არის საჭირო, ან შემოსავლის მისაღებად და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ ესეც უნდა გაითვალისწინოთ და საბოლოო ჯამში პორტფელის დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ასე ვთქვათ, ყველა კვერცხი ერთ კალათში არ ჩავდოთ რა, ანუ არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულება და მე გამიგია ხშირად, რომ არა ყველაფერი გაყიდე და ეს უნდა იყიდო, რა ვიცი, ბიტკოინი, ან უნდა იყიდო ბინები, ან უნდა იყიდო რაღაც ფასიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. როგორც კი თქვენ სტრატეგია გთავაზობთ, რომ ყველაფერი მთელი თქვენი კაპიტალით იყოთ ერთ საქმეზე დამოკიდებული, ეს როგორც წესი კარგი სტრატეგია არ არის და ამიტომ დივერსიფიკაცია, ანუ სხვადასხვა კალათებში განაწილება თქვენი მთლიანი პორტფელის, როგორც წესი არის საუკეთესო მეთოდი. ეხლა სანამ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შევქმნიდით ამ სერიას და ამ ვიდეოს ვერ შევქმნიდით და ვერ შემოგთავაზებდით, რომ არა ჩვენი მეგობრები Index Wealth Management-იდან და გთავაზობთ, გაეცნოთ მათ შეთავაზებებს, რომელიც ნამდვილად უძრავი ქონების სფეროშია ეს კომპანია და ნამდვილად არის ერთ-ერთი კარგი გზა ფინანსური თავისუფლებისკენ, კარგი და პოპულარული გზა, ამიტომ გაეცანით Index Wealth Management-ის შემოთავაზებას. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენ თემას. ახლა ქართულ ოჯახს მილიონერებზე არ ვილაპარაკოთ, ესე იგი საშუალო შესაძლებლობების მომუშავე ოჯახს, ასე ვთქვათ, დაახლოებით 2 მიმართულებით შეუძლია ინვესტიციები რო განიხილოს და ეს 2 მიმართულება, თუ ფასიან ქაღალდებზე ვლაპარაკობთ, არის ფასიანი ქაღალდები ქართულ ბაზარზე და ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზარზე. დავიწყოთ ქართული ბაზრით, დავიწყოთ მაღალ შემოსავლიანი კორპორატიული ბონდებით, უკვე გამოჩნდა საქართველოში რამდენიმე წელია კორპორატიული ბონდები, რომელიც საკმაოდ მაღალი შემოსავლიანობის ითვლება, მაგალითად TBC ბანკმა გამოსცა თავის დროზე ფასიანი ქაღალდები, თეგეტამ, კრისტალმა, Georgian Water and Power-მა და როგორც წესი ამ ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა სადღაც 9 და 9-13% შორის მერყეობს, ხო? ეს არის კარგი ალტერნატივები, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ რაღაც პლატფორმა, ან დაგჭირდებათ წარმომადგენელი, რომელიც დაგეხმარებათ ამ ფასიანი ქაღალდების შეძენაში, შენახვაში და მართვაში. და ასევე ქართულ ბაზარზე როცა ვლაპარაკობთ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები უნდა განვიხილოთ, სახაზინო ვალდებულებები, რომელიც არის ერთწლიანი ვადიანობის და დაახლოებით 7-8%-ის ფარგლებში არის მათი უკუგება. საერთაშორისო ბაზარზე თუ ვისაუბრებთ, ძირითადი აქცენტი, ასე ვთქვათ,
არის ორი მიმართულებით, სამი მიმართულებით უფრო ზუსტად რო ვთქვა, ერთი არის გლობალური ETF ფონდები. ETF ფონდები ჩვეულებრივ არის ფონდები, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპანიის რაღაცა სფეროს ან დარგის აქციებს და აი ყველაზე გავრცელებული მაგალითი არის S&P 500 და Standard & Poor's, რომელიც ბევრი კომპანიის აქციებს აერთიანებს და შესაბამისად საშუალოდ ერთ კომპანიას თუ გაუჭირდა მეორეს დაულხინდა და ისტორიულად S&P 500 დაახლოებით 10%-იანი უკუგება აქვს. ისტორიულად, რა თქმა უნდა, კონკრეტულ წლებში ხან უფრო მაღალია ეს უკუგება, ხან უფრო დაბალია. ასევე შეიძლება და ბევრი ქართველი ინვესტორი და ოჯახი აკეთებს კონკრეტული კომპანიების აქციებით ვაჭრობას. აქ იგულისხმება, რომ თქვენ ეს კომპანიები გაინტერესებთ, გინდათ რომ ადევნოთ თვალყური ბევრ ქართულ ოჯახს აქვს დაუშვათ Microsoft-ის აქციები, Apple-ის, Samsung-ის და ასე შემდეგ, იმ კომპანიების, რომელთანაც რაღაცა პოზიტიური დამოკიდებულება აკავშირებთ, ხო? უცხოური სახაზინო ვალდებულებებიც, ანუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიც არის ალტერნატივა, თუმცა შედარებით დაბალი მომგებიანობის არის, მაღალი სტაბილურობის არის და შესაბამისად უკუგება აქვს დაბალი, ხო? ამეების გარდა ტრადიციული ფასიანი ქაღალდების გარდა არის კრიპტოვალუტები და სხვა ინოვაციური საინვესტიციო ინსტრუმენტები. მე ამას არ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ ჩემი ექსპერტიზის სფერო ნამდვილად არ არის, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გაჩნდა ETF ფონდები, ანუ ფინანსური ინსტიტუტები, რომელიც ფაქტიურად კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულ აქციებს გთავაზობენ, ფასიან ქაღალდებს გთავაზობენ და მოკლედ არის ალტერნატივა, რომ უფრო კონსერვატიულმა ადამიანებმა და ოჯახებმაც განიხილონ იგივე ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ინსტრუმენტები და ამაზე კომპეტენტური რჩევა აუცილებლად დაგჭირდებათ კონკრეტულად რა და როგორ გააკეთოთ, ხო? ან თქვენ თვითონ უნდა იექსპერიმენტოთ რაღაცა შედარებით მცირე ბიუჯეტის ფარგლებში, რომ ისწავლოთ და მიეჩვიოთ ამ ამბავს. და ასევე მესამე უпростоროდ რაც მინდა რომ თქვა, არის რომ რისკების მართვა და შავი დღის რეზერვები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ როგორც წესი ოჯახს, რომელსაც აქვს საინვესტიციო პორტფელი, ურჩევენ რომ 30-40% მაინც ამ პორტფელის იყოს ამერიკულ დოლარში ან ევროში, იმისთვის რომ ლარის კურსის ცვლილებები ნაწილობრივ დააზღვიოთ. 100% ევროში და დოლარში არ გვირჩევენ, რომ ნაწილი იყოს ადგილობრივ ვალუტაში და ნაწილი უახლოეს ჩვენთვის უახლოეს ვალუტებში. და ასევე შავი დღის ფონდი, ასე ვთქვათ, ანუ შავი დღისთვის გადადებული ფული დაახლოებით უნდა იყოს 6 თვის აუცილებელი დანახარჯების თანხა. ანუ თქვენ რამდენიც გეხარჯებათ ყველა ვარიანტში ყოველ თვეში 6 თვის თანხა აუცილებლად სადღაც უნდა იდოს, ასე ვთქვათ, ხელუხლებერი რეზერვის სახით და ამაზეც გვირჩევენ, რომ 50% შეიძლება იყოს ლარის დეპოზიტად განთავსებული და უშუალოდ ბანკებში, სადღაც 9% დაერიცხება დაახლოებით დღევანდელი რეალობით და მეორე 50% იყოს ამერიკული დოლარის ან ევროს ინსტრუმენტებში განთავსებული, სადღაც 4-5% დაერიცხება დღევანდელი მდგომარეობით. ეს ცხადია იცვლება დროთა განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში ეს არის, ასე ვთქვათ, ძირითადი აქცენტები ოჯახის საინვესტიციო პორტფელის შექმნის მიმართულებით. ახლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? პირველი ნაბიჯები როგორ გადავდგათ, ამაზე მინდა რჩევები გითხრათ. მანამდე მინდა მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ამ არხში ჩვენ ვათავსებთ ყოველკვირეულად ძალიან საინტერესო ვიდეოებს. ასევე ამ სერიაში, რომელიც ფინანსურ დამოუკიდებლობას ეწუნება, იქნება 8 ეპიზოდი და პლეილისტის ლინკი არის ამ ვიდეოს აღწერაში და ამ პლეილისტში არის ყველა ვიდეო, რომელიც ჩვენ ამ თემაზე გამოუშვით და თუ გამოიწერთ არხს, მომავალი ვიდეოებიც არ გამოგრჩებათ. ახლა პრაქტიკული რჩევები შევაჯამოთ. 1. დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელი, შავი დღის ლიკვიდური აქტივები უნდა გქონდეს, ქართული ფასიანი ქაღალდები, უცხოური ფასიანი ქაღალდები, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ესეთი დაბალანსებული ის გვინდა. მეორე რჩევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია
არის რომ იმისთვის რომ რისკები შედარებით დავაზღვიოთ, სხვადასხვა ვადიანობის ფასიანი ქაღალდების შერევა არის კარგი აზრით იბის კაპიტალის კვლევის თანახმად 1 წლიანი, 3 წლიანი და 5 წლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებს საშუალოდ სადღაც 8-12% აქვთ უკუგება. ანუ მეტად სტაბილურია კონკრეტულად 1 წლიან, მხოლოდ 1 წლიანში, ან მხოლოდ 5 წლიანში ინვესტირების საპირისპიროდ, ხო? და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური განათლება, მოკლედ თქვენ თუ არ გესმით, რას აკეთებთ, ყველა ვარიანტში რაღაცა შარში ამოყოფთ თავს, ხო? ინვესტიციები თქვენი ინვესტიციების ხარისხი გაიზრდება თქვენ გათვითცნობიერებულობასთან ერთად. მაგალითად, ეროვნული ბანკის 2022 წლის კვლევის თანახმად, მხოლოდ 63% ადამიანების, ვისაც ინვესტიციები აქვს გაკეთებული, ესმის დივერსიფიკაციის არსი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ არადა დივერსიფიკაცია ძალიან დასაყრდენი ანბანია, ასე ვთქვათ, ინვესტირების, ხო? ამიტომ ამაში ინვესტიცია თქვენ განათლებაში და თქვენ ცოდნაში, როგორც რონის მოდელშია, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა თუ სწავლა და განათლება გინდათ, ესე იგი 3 რჩევას მოგცემთ. ერთი წიგნი არის The Little Book of Common Sense Investing, ანუ შეიძლება ვთარგმნოთ, რომ საღი აზრით ინვესტირების პატარა წიგნი. ჯონ ბოგლი არის ამის ავტორი. მეორე არის The Intelligent Investor, ანუ ჭკვიანი ინვესტორი. ეს არის ბენჯამინ გრეჰამი არის ამის ავტორი და ასევე მინდა გირჩიოთ გალთენ თაგარტის და TBC კაპიტალის პუბლიკაციები, აქედან ბევრ საინტერესოს შეიტყობთ. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება ინვესტიციებში, როგორც საინვესტიციო მრჩეველის, ასე ვთქვათ, ძალიან ეფექტურია. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის და მადლობა ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-იდან, რომ ამ ვიდეოს და ამ სერიის გაკეთების საშუალება მოგცეს. როცა აქციებზე ვსაუბრობ, ამერიკული ბირჟები ან ზოგადად გლობალური საერთაშორისო საფონდო ბირჟები იმდენად ლიკვიდურია, რაც ნიშნავს, რომ იმდენად ბევრი ადამიანი ვაჭრობს, ხიდის და ყიდულობს ყოველდღურად აქციებს, რომ პრაქტიკულად ერთ წამში შეიძლება საკმაოდ დიდი მოცულობის აქციების ყიდვაც და გავიდას. ანუ აქ ვსაუბრობ $10 მილიონი აქციების ყიდვა გავიდა შესაძლებელია ძალიან მოკლე ვადებში. ახლა თუ ადამიანს $1 და $10 მილიარდი აქციები აქვს, შეიძლება რაღაც პერიოდი დაჭირდეს ცოტა უფრო დიდი ხანი რა გავიდო. შესაბამისად, აქციებში ინვესტირების დროს ადამიანი ამ საკითხს შეიძლება მიუდგეს ძალიან ბევრნაირად. ანუ არსებობენ long term გრძელვადიანი ინვესტორები, რომელმაც შეიძლება აქციები იყიდონ და ჰქონდეთ შემდეგი 10-15-20 წელი. ან საერთოდ არ გაყიდონ და შვილებს და შვილიშვილებს გადასცენ მემკვიდრეობით ეს საკუთარი აქციები. არსებობენ საერთოდ მეორე უკიდურესობა კატეგორია ადამიანების არის, რომ ვინც აქციებს შეიძლება რამდენიმე წუთით ყიდულობდეს და რაღაც მოკლევადიან რყევებზე აკეთებდეს თანხას და უშუალოდ ყველანაირი ტიპის ინვესტორი არსებობს, შეიძლება რაღაცა ფინანსური შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ვიყიდოთ აქციები, რომ იმ დღესველოდებით კარგი შედეგების გამოქვეყნებას ამ კომპანიისკენ და ვფიქრობთ, რომ ხვალ უკვე გაზრდილი იქნება აქციები, ან შეიძლება რაღაც რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ანუ ეს საქმე ინვესტირება არის ძალიან ინდივიდუალური და ადამიანი როგორც მიუდგება და როგორც ასე ვთქვათ გადაწყვეტს, რომ იყოს ტრეიდერი, ანუ რაღაც ხშირად ივაჭროს თუ ინვესტორი, უბრალოდ იღოს აქციები და ქონდა შემდეგი 5-10 წელი, ზუსტად ისე შეუძლია თავისი გეგმების განხორციელება. ზოგადად, კიდევ ერთხელ სტატისტიკას რო დავაკვირდეთ, აქტიური ტრეიდერების უმეტესობა ბირჟას, ანუ ზოგადად ბაზარს საერთო შედეგები რო ავიღოთ, პატარა ნაწილი ჯობს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული საკითხი არის, რომ წინასწარ გათვალო, ვინ გაიზრდება, როდის გაიზრდება. ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირებას. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან პატარა თანხებით საკმარისი არა დაიწყო ინვესტირება. ზოგადად, არ ვიცი, საქართველოში ესეც გვაქვს, რომ ეს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება ყოველ ძალიან დიდარი ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი, ალბათ ფილმებიდანაც ხონდეს. Wall Street-ის რაღაც სცენებს რო უყურებენ, რომ
რაც ათასობით ადამიანი ბირჟაზე ყვირის ყიდვა მინდა გაყიდვა მინდა და რამდენიმე მილიონი დოლარით ყიდულობენ და ყიდიან აქციებს. რეალურად დღესდღეობით უკვე არ ვიცი, თუნდაც 50 და 100 დოლარითაც შეიძლება ინვესტირების დაწყება. ობლიგაციების შემთხვევაში ცოტა უფრო დიდი თანხებია საჭირო, მაგრამ ქართული კომპანიების შემთხვევაში ან ქართული ისევ არ ვიცი, ან TGT-ას, IG-ს, ან Silk Real Estate-ის ობლიგაციებს ვსაუბრობთ, აქ 1000 დოლარი საკმარისია. მეორე ძალიან დიდი უპირატესობა, რაც კაპიტალის დაზრებს აქვს, არის ის, რომ ადამიანს შეუძლია ძალიან კარგად მოერგოს თავის მიზნებზე რისკის აფეთქება, რაში განახორციელებს ინვესტირებას და რას გულისხმობ ამაში, რომ ჯერ აქტივების კლასების მიხედვით არის ძალიან დიდი არჩევანი, ან თუ სტაბილურობა გინდა, ზუსტად გინდა იცოდე რას მიიღებ, როდის მიიღებ, ობლიგაციები არის. თუ უფრო ზრდაზე ხარ ორიენტირებული ცოტა გრძელვადაზე, აქციების მიმართულება არის საინტერესო. თითოეულ ამ აქტივების კლასშიც იმდენად ჩაშლილი არის და იმდენი სხვადასხვა ტიპის ინვესტიციის განხორციელება შეიძლება, რომ არიცი მაგალითად აი აქციები რამდენი კომპანიაც არსებობს, ან როგორც ანდაბიანები ვართ განსხვავებული და ინდივიდუალური, ზუსტად არიან ასე კომპანიებიც. ახლა მაგალითად რა ვიღოთ Coca-Cola, McDonald's, Procter & Gamble, Johnson & Johnson, ეს თავის სფეროს გიგანტები არიან, ბაზრის დიდი წილი აქვთ, უკვე ჩამოყალიბებული ბიზნესები არიან და ბევრად უფრო სტაბილური აქციები. შეიძლება რაც აქციების ფასი 5-10% იზრდებოდეს, თუმცა თავისი მოგების ნაწილს ინვესტორებსაც, ვისაც აქციები უკავია, უნაწილებენ და დივიდენდსაც იღებენ ეს ინვესტორები, შეიძლება ეს იყოს 3%-მდე, თუმცა ის დივიდენდი ყოველწლიურად იზრდება და თუ ადამიანი უფრო მეტად რაღაც აი შუალედში ხარ აქციებსა და თქვათ Tesla-ს და Nvidia-ს შორის და არ გინდა რომ ძალიან დახმაოდეს ეშენი ინვესტირებული თანხები, უფრო შეგიძლია კონცენტრირდე რაღაც დაბალ რისკიან სტაბილურ კომპანიებზე. თუ ძალიან ახალგაზრდა ხარ და რაღაც გჯერა კონკრეტული მიმართულების ტექნოლოგიების უფრო რაღაც სწრაფადზარდი კომპანიების ხელოვნური ინტელექტის თუ რაღაც სხვა ინოვაციები, შეგიძლია მოიძიე ის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ და რაღაც თანხა დააბანდო, ბევრად უფრო პატარა რისკიან კომპანიებში, თუმცა რომელსაც აქვს იმისი პოტენციალი, რომ 5-10-15-20 წლის მერე შემდეგი Apple და შემდეგი Microsoft და შემდეგი არის, თუნდაც McDonald's-ი გახდეს. ETF-ებზე ვისაუბრებ, ETF-ი იშრება როგორც Exchange Traded Fund, ფონდი, რომელიც ბირჟაზე ივაჭრება. ესეთი ETF-ები ამ ზუსტად როგორც Apple-ის აქციის ყიდვა შეგიძლია ერთ თუთშიც არა და ერთ სამში, ზუსტად იგივენაირად შეგიძლია ესეთი პაკეტები ძალიან მარტივად იყიდო ბირჟებზე და ეს პაკეტები შეიძლება იყოს S&P 500 ინდექსი, რომელიც არის 500 ყველაზე დიდი კომპანია ამერიკაში, ან Nasdaq-ის ინდექსირებული ETF-ი, რომელიც უფრო ტექნოლოგიური კომპანიებია, ან კონკრეტულ ინდუსტრიებში ჩახვიდე არსებობს ხელოვნური ინტელექტის ETF-ი, კომპიუტერული ჩიპების წარმოებლების ETF-ი, კრიპტოვალუტების ETF-ი, ბიტკოინი და ასე შემდეგ, ბიტკოინის და ეთერიუმის ETF-იც გამოვიდა ახლა ხანს ბირჟებზე. ზოგადად კრიპტოვალუტების ზრდას რო შევადაროთ აქციების და ახლა ბოლო 10 წელი რა ვუყოთ ახლა. ბიტკოინს რაღაცა სტაბილიზ და შეიძლება ETFs და ბირჟებზე ნაკლებად ნახოთ, მაგრამ ბევრად უფრო სტაბილურია, იმიტომ რომ რისკი და ვოლატილობა და ზრდის ტემპი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არიან. კრიპტოვალუტები ბევრად უფრო დახკის და შეიძლება ესეთი ნახტომები და ესეთი ვოლატილური აქტივი ყველა ინვესტორისთვის მიმზიდველი არ იყოს და ყველა ინვესტორ შეიძლება არ სურდეს, რომ რაღაც მომენტში მისი აქტივები -40-50%-ში იყოს. მეორე არის დამჭირვალობა. რეალურად საფონდო ბირჟები არის ძალიან რეგულირებული, ძალიან გამჭირვალე. საფონდო ბირჟაზე კომპანია რო გამოვიდეს და თავისი აქციები შესთავაზოს ინვესტორებს, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ნაბიჯის გავლა უწევს. საკმაოდ ძლიერი კომპანია უნდა იყოს ფინანსურად და სამ თვეში ერთხელ მთელი თავისი ბიზნესის შესახებ ინვესტორებს უნდა გააცნოს ინფორმაცია. რა შემოსავლები ქონდათ, რა ხარჯები ქონდათ, რა მოგება დაწერეს, რამე რისკების წინაშე თუ დგანან, ან რეალურად შეგიძლიათ იყოთ იმაში დარწმუნებული, რომ თქვენს მიერ ინვესტირებულ ბიზნესის შესახებ ყველაფერი გეცოდინებათ. ალბათ პირველი სწორი ნაბიჯი იქნება ადამიანებისთვის, რომ თუ კონკრეტული კომპანიების აქციების შეძენასოთ, დაიწყონ ინვესტირება ისეთ კონკრეტულ კომპანიებში და ბიზნესებში, რომელიც თვითონ მოსწონთ, რომლის ბიზნესიც ასე თუ ისე ესმით, იმიტომ რომ მათ პროდუქტებს ან მათ სერვისებს იყენებენ
მსჯერად იმის, რომ ეს კომპანია წარმატებული იქნება შემდეგი 5-10-15 წლის განმავლობაში და ესეთი კომპანიების აქციებს რო შეიძენ, მე უკვე შენს ინტერესში შედიხარ თვალყურს ადევნებ, თქვათ ამ კომპანიაზე რა სიახლეები იდება, აქციის ფასი და ზოგადად ბაზრები როგორ რეაგირებს ამ სიახლეებზე. ჩვენ სფეროში ძალიან მიღებული პრაქტიკაა, ასევე ვირტუალური თანხით დემო ანგარიშებით ვაჭრობ, ან თუ რეალური თანხა არ გაქვს ადამიანს ან არ გინდა რომ გარისკო და უბრალოდ რაღაცა ვირტუალური თანხით იშონ, გაიცნო ბირჟებს, ამ მიმართულებითაც შეიძლება დემო ანგარიში, paper trading ანგარიში ქვია. აქ ვირტუალური თანხით როცა ვაჭრობს ადამიანი, ცოტა იმისი შეგრძნება უჩნდებათ ხოლმე, რომ ირა ამარტივია და აქციას იყიდიან, ძალიან გაიზრდება და მე ამას ვადარებ ხოლმე, რომ არც ალბათ Need for Speed-ი რო ითამაშო, Bugatti-ზე დაჯდე, რაღაც კარგად თამაშო, 200-300 დადიხარ და მე უცბად რეალურად Bugatti-ზე რო დაგსვენ, ცოტა უფრო რთული არის. რომ აქ მე ემოციები ერთება შენიკული როცა არის და თუ არ გინდა რომ ამ სფეროში ძალიან ასე ვთქვათ ჩაერთო და აქტიურად ივაჭრო და ცალკეული კომპანიები შეაფასო, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ პასიური მიდგომა შეგიძლია რომ მოიქონო კიდევ ერთხელ უბრალოდ S&P 500-ში. აიბა ჩვენში ერთხელ თანხა დააბანდა და მოჩი. იცი რომ აქ ამ ETF-ში, ამ ინდექსში ყოველთვის ამერიკის 500 ყველაზე დიდი და მომგებიანი კომპანია, რომელიმე თუ შემცირდა გაბანკროტდა, შეუმცირდა საბაზრო ღირებულება ამოვარდება, ახალი შეჭრება. ყველაზე დიდი პრობლემა ინვესტირების დროს არის ემოციები და ზედმეტი ადამიანების ემოციურობა. დაახლოებით მე პირადად უკვე 5 წელია ძალიან აქტიურად ყოველდღიურად ვადევნებ აზრებს თვალს და ამ 5 წლის განმავლობაში მე მგონი უკვე 1-3 once in a lifetime crash-ი ნახე ბაზარზე ვარ და თუ ხედავ რომ რაღაცა სიახლის გამოუცბად შენი თანხები ძალიან მარტივი არის შეხედა საბროკერო ანგარიშზე რა ხდება, იმიტომ რომ ყოველ წამს როცა ბირჟაზე აიჩრება ფასი და რა უყურებ დღეს -5%-ია, ახლა -5%-ია, ზეგ -5%-ია. არის მართლა ფიზიკურ კრილოსაც კი შეიძლება შეადარა და ძალიან რთულია და ნერვიულობ და ფიქრობ რომ აი მე მართლა ხო რაღაცა ცუდი არ ხდება და კასკადური ეფექტი აქვს ამ ყველაფერს ბირჟებზე, იმიტომ რომ ყველასთან მარტივად შეუძლია ამოიღოს ტელეფონი, ერთ წამში გაყიდოს აქციები და უცბად ძალიან მარტივად ერთ-ორ დღეში ვიხილოთ რომ ბირჟები შემცირებულია 10-15%. მეორე ისევ თუ ისე ემოციებს უკავშირდება არის აი FOMO-ს ეწახიან ჩვენ სფეროში, fear of missing out. როდესაც ადამიანი ხედავ რომ რაღაც აქცია 20-30-40%-ით არის გაზრდილი, შენც გინდა რომ მიიღო მონაწილეობა ამ ზრდაში და შეიძლება საერთოდ ისეთი კომპანიების აქციები შეიძინო, რომელსაც ბევრი არაფერი არ იცი. და არ ვიცი, ალბათ გამიჯეროს მაყურებელმა რომ როგორც კი დაინახო ან -5-15% ამ აქციებზე შეეშინდებათ აუცილებლად და აუცილებლად გავენდიან. ეს არის მეორე რჩევა ალბათ რომ და ყველაზე დიდი შეცდომა რა ნუ დააბანდეთ თანხებს ისეთ რაღაც კომპანიაში, ისეთ აქტივებში, რომელიც ბიზნესიც კარგად არ გესმით და შინაგანად არ გჯერათ რომ ეს ბიზნესი აუცილებლად განვითარდება. არის იმის საშუალება რომ ადამიანმა მარჟითაც ივაჭროს, ანუ მასე დიდი რაოდენობით იმის დიდი რაოდენობით ასე ვთქვათ აქციები შეიძინოს, ვიდრე თანხა გაქვს ანგარიშზე. განსაკუთრებით კრიპტოვალუტებში არის ეს მარჟით ფიჩერსებზე ვაჭრობა პოპულარული. ასეთ შემთხვევაშიც ადამიანების უმეტესობა ზედმეტად დიდ რისკს იღებს თავის თავზე და ისეთ შეიძლება მოხდეს, რომ ან თუ სწორად გამოიყენა ადამიანმა კი ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვევა, მაგრამ ხშირი არის და სხვა შორის მეც პირადად ჩემი გამოცდილებიდან მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ბევრად იმაზე მეტი დამეკარგავს, ვიდრე საერთოდ წარმოვიდგენდი და მოლოდინი მქონდა, იმიტომ რომ არასწორად გავაკონტროლე რისკი და ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიზრდებოდა რაღაცა და პირიქით შემცი. ამიტომ ზედმეტი რისკის აღებაც ერთ კონკრეტულ ფასიან კაპანზე არ არის რეკომენდირებული. წარმოიდგინეთ, რომ თბილისიდან ნიუ-იორკში თქვენს მეგობარს ფულს უგზავნით. თუ ამისთვის ბანკს გამოიყენებთ, რამდენიმე დღე დაგჭირდებათ. კრიპტოვალუტით კი ეს ტრანზაქცია სულ რამდენიმე წუთში დასრულდება. საქართველოში კრიპტოვალუტამ ბოლო რამდენიმე წელიწადში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
ახალგაზრდები, მეწარმეები, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ მას როგორც ინვესტიციის საშუალებას. წამოვიდა ეს თემა, რომ აი კრიპტო არის ახალი ბაზარზე, დავიწყე ამის მოკვლევა, გაცნობა და ცდა პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, მანდაც ვცადე, შევიძინე სხვადასხვა კრიპტოები. თავიდან ის მომენტი მქონდა, რომ ძალიან სისტემატურად ვუყურებდი და ეს ცოტა არამერთებულია, იმიტომ რომ ესე პირდაპირ სიტყვაზე ერთ დღეში შეიძლება ვერ დაინახო ცვლილება, ცოტა რისკიანი პროდუქტი აქედან გამომდინარე, ეხლა უფრო პერიოდულად ვუყურებ, შეიძლება აი არ ვიცი, 3 თვეში ერთხელ, თვეში ერთხელ, თუმცა ინფორმაციის სახით სულ ვადევნებ თვალს, თუ რამე დაიწერა, რომელიმე გაიზარდა, რომ ვიცოდე და ვაკეთებ, თქვათ, გადაცვლას, თუ მოიმატა ერთმა დაიკლო და ასე შემდეგ. მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, იყო ბიტკოინი. ის 2009 წელს შეიქმნა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ აქტივად რჩება. მსოფლიოში სულ 21 მილიონი ბიტკოინი იარსებებს. ბიტკოინის ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტის ფასის მატება ან კლება არაპროგნოზირებადია. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ბიტკოინის ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში მუდმივად გაიზრდება. სწორედ ამიტომ ბევრისთვის ის ფინანსური თავისუფლების მიღწევის ერთ-ერთ საიმედო საშუალებად იქცა. ბიტკოინი როგორც აქტივის და ღირებულების შემნახველი და ღირებულების ზრდის მქონე აქტივი ნამდვილად მსოფლიოში ერთადერთი საშუალებაა, რომელიც განსაზღვრულია და ზუსტად ვიცით რა რაოდენობა იქნება. და რომელზეც მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ბიტკოინის შემთხვევაში ღირებულება პირდაპირ დამყარებულია როგორც სხვა აქციებზე მოთხოვნა მიწოდებაზე, მაგრამ ბიტკოინის უკან არავინ არ დგას და არავისი, ასე ვთქვათ, სწორი გამოსვლით ან გადაწყვეტილებით მისი ღირებულება არ შეიცვლება. შესაბამისად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და მეორე განსაზღვრული 21 მილიონი ბიტკოინი იქნება მსოფლიოში, რაც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ფასის ზრდის თვის. ბიტკოინში და ნებისმიერ სხვა კრიპტოვალუტაში ინვესტირებას თან ახლავს რისკებიც. მაგალითად, მათი ფასი შეიძლება მოკლე დროში მკვეთრად შეიცვალოს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა შეიძლება დიდი მოგებაც ნახოს და თუ საქმე კარგად არ წავიდა, ბევრი ფულიც დაკარგოს. ამიტომ ასეთ ინვესტიციამდე მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ ბაზარი და არასოდეს დააბანდოთ იმაზე მეტი, რისი დაკარგვის შესაძლებლობაც არ გაქვთ.